შენ გინდა რომ იესოს როლი შევასრულო? სიგარეტს ეწეოდა. მელ გიბსონმა შემომხედა და მითხრა, თავი ჩაქინდრა. ძალიან შეშინებული იყო. უპასუხე, კარგი. რა, როგორ? გაოგნებული იყო. 2 დღის შემდეგ დამირეკა. სახლში ვიყავი. ჰეი, ისევ გინდა იესოს როლის შესრულება? თუ გინდა, იცოდე რომ შეიძლება ამ ქალაქში ვეღარასოდეს შეძლო მუშაობა, მითხრა მან. შემეშინდა. ამან შემაშინა. ახალი ნაყიდი მყავდა ლამბორგინი და ვიფიქრე რომ ამ ყველაფერზე უარის თქმა მომიწევდა. ერთი წამით შემეშინდა, მაგრამ შემდეგ სიმშვიდე დამეუფლა და ვიგრძენი, რომ ეს ღმერთისგან იყო. ვუთხარი მეელს, მისმინე, ყველანი მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ ჩვენი ჯვარი ვატაროთ, ხოლო თუ არ აიღებ შენს ჯვარს და არ ატარებ მას, მისი სიმძიმე გაგსრეს. მელი გაჩუმდა. შემდეგ ვთქვი, ღმერთო ჩემო. რა იყო, მკითხა მან. ახლა გავაცნობიერე, რომ ჩემი ინიციალებია JC და 33 წლის ვარ. შენ მთლად გამაგიჟებ, მითხრა მელმა და გათიშა. მელს ეშინოდა? რა თქმა უნდა. რისი ეშინოდა შენი აზრით? იმის, რომ არც ერთი არ ვიყავით საკმარისად კარგი ამ ფილმის გადასაღებად, ჩვენი წარსულის გამო. იმის გამო, ვინც ვართ, ყველაფრის გამო, სირცხვილს ვგრძნობდით. ამის შესახებ ჩემს მეგობარს ვესაუბრე და მან მითხრა, იცი ჯიმ, ღმერთი ყოველთვის საუკეთესოებს არ ირჩევს, მაგრამ მან შენ აგირჩია და ახლა შენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტ.